한 가지만 약속. დამპირდი რომ ჩემს მახსოვრობას 가면서 არ წაშლე. 내 기억 지우지 않겠다고. 왜? რატომ? მიზეზი შენც იცი. მეუბნებოდი რომ ჯობს გიყვარდეს და დაიტანჯო. ვიდრე უსიყვარულოდ მოკვდე. მოგონებები სიყვარულისთვის მჭირდება. 보내줄 수 ბოლომდე ვერ გაგიშვებ. ძალიან დაიტანჯები. 헤어지잖아. შეიძლება ვეღარასდროს დავბრუნდე. 있어. 그럼 내가 ვერ გაიგებ ცოცხალი ვარ თუ მკვდარი. 계속 მუდამ 기다려야 დამელოდები. 만약에 თუ ჩემთან ვერ დაბრუნდები, შემდეგ ცხოვრებაში მეგიპოვნი. ეს ადრეც გითხარი. 내가 ჩემი 말했잖아. სიყვარული შენ და მე უსასრულოა. 내 მიყვარხარ. 거라고. 네가 편해졌어. იმედი მაქვს კარგად იქნები. 서로 თუ ერთმანეთი გვემახსოვრება, ერთმანეთს ვიპოვნით კიდეც. 그래서 პირობაც გაძლევა. შემდეგ ცხოვრებაში შევხვდებით. 그럼 네가 შენაირჩიე მახსოვრობას დამიტოვებ თუ წამიშლე. 지우든 არჩევანი შენზეა. 네가 აირჩიე. არჩევანი გავაკეთე. ამ დროს არ მიდიხარ. რა ხდება? ჯერ არ გავსულოთ და უკვე ეჭხობეთ. 나 잠깐 온다 가비세이르노. 것 같아. ასეთ დროს სად მიდიხარ? 그동안 ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ეს ნორკის კურქია? ხო, ახალია. მიხარია რომ შენიშნე. 언닌 참 애교. ცხოველები რატომ გიყვარს? 뭐라고요? იცი რამდენი ცხოველი დაიხოცა ამ კურქის გამო? 네, 자꾸 მხოლოდ იმიტომ რომ შენაირებს უნდოდეთ ასე. 그것도 산채로 고통스럽게. 그러나 아가씨. შენი ქურთუკის შიგნით ბეწვი არ არის? 션업을 하지 못한 팍. შეიძლება არავინ მოუკლავთ მის გამო, მაგრამ ხომ გაბარს ეს? 밍크만 ეს არ გადარდებს? 그 파카 속에 꽁골로 ხარ. 걔네들도 სულ სხვებზე გაქვს პრეტენზია. 하나씩 არა და შენს გამო საბრალო ცხოვრები? აი ასე დაპუტეს. აი ასე. ტკიბნეულია არა? ტკიბნეულია. 아프지? 아가씨 차라리 연애를 해요 빨리. 아 진짜. 아 말이 안 통해. 미안해, 내가 미안해. 어머. 너 여기 აქ რას აკეთებ? 그 ეს ჯუნჯე შეყვარებულია? 여친? 맞네. კი ისა. 혼자 여친인데 딴 존재 남자 시골에 불이하라. 받으신 분이죠. კიდევ უყვარს ერთ ბიჭს. ალბათ ბედნიერი ხარ. ტეოს ტელეფონში შენი სურათებია. შეგიძლია წაშალო. უკვე წავშალე. 잘했어. კარგია.
내가 너한테 შენთვის არაფერი გამიკეთებია. აგრე საკეთებ. 내가 მივდივარ. მინდა მინდა დაგემშვიდობოდ. 하고 싶어서. სად? სად მიდიხართ? მომენატრები. 어떤 모든 것들이 შვიდობით. 없어질 거야. 안녕. 안녕. შვიდობით. 꼭 შვიდობით. 다시 와. 벌써 უკვე მიდიხარ. 너 아직 ისევ 몰라? მიცნობ. 그럼 왜 რატომ არ უნდა გიცნო? რა? 알면 აღარ უნდა გახსოვდე. 그런 მე 거 მეხსიერება 아닌데? წაგიშალე. რა? 아무래도 락 ჭირს. 이상해. 다른 사람 ჩემი ფიქრები რატომ გესმის? 목소리를 듣는 것도 그렇고. 왜? ეს უცნაურია. 다 და მე სიზმრე. 봤는데. 날? მე? 응. დიახ, 도와줘. გამეხმარე. გამეხმარე. 그리고 ჩემ სიზმარში ქალთევზა იყავი. 민호였어. მეც ქალთევზა ვიყავი. 나도 그랬어. ასე იყო. 너 쉔즈. 그랬다고? ხო, 꿈속에서 სიზმარში მამა ჩემი მეთევზა იყო. 꼭 우리 엄마. დედა ჩემი ქალთევზა. 신기하다. ხომშენიერია. 난 바닷속에 ქალთევზებთან 있는 კონტაქტი 문어들이랑 შემეძლო. 이야기를 나눌 수 ჩემთვის 있어서 ბევრი რაღაც 많은 걸 მოგქონდათ. 알 수 있었어. 오늘 დღეს ზღვაში არ უნდა შეხვიდეთ. 안 돼요? შტორმი გვიახლოვდება. 것 같아요. საიდან გაიგე? 전 უბრალოდ ვიცი. უნდა დავუჯეროთ. წინა ჯერზე ზუსტად წინასწარ მეტყოლა და მისი წყალობით სიკვდილს გადავურჩით. 그래서 მერე 어떻게? მერე რა მოხდა? 꿈에서 სიზმარში ვფიქრობდი, რომ ბედნიერი ვიყავი. 꿈꿔 როდესაც გავიღვიძე, მთელი დღე თავს კარგად გრძნობდი. 다행이다. მადლობა ღმერთს. 뭐가? რატომ? ეს ზღაპარი არ არის. 정말 შეიძლება მართლა მოხდეს. 기억은 만 믿으라, 럼. 이라고 했다. სიყვარულისთვის მოგონებებია საჭირო. 이야기. ჩვენი ისტორია მე მახსოვრება. 사라지지 않도록 აღარ დაიტანჯება. 지킬게. კივილისგან დავიცავ. 간직할게. ჩვენს ისტორიას გავუფრთხილდები. 돌아갈게.
ლურჯი ზღვის ლეგენდა. სერიალს წარმოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. 3 წლის შემდეგ. 밥들 먹어. საუზმე მზად არის. რა გემრიელი სუნია. ამ სახლიდან არასოდეს არ წავალ დედა საჭმელების გამო. გეყოფა რა. 3 წელი ამბობ რომ ამ სახლიდან უნდა წახვიდე. რამე იქირავე და გადადი. მიდი. რატომ უნდა გადავიდეს? ქირაში ფული რატომ უნდა იხადოს? აქ დარჩი სანამ ცოლს არ მოიყვან. დედა. მადლობა დედა. ასე მოვექცევი. დედა არავისთვის არასოდეს დამიძახია, ახლა კი ამის შანსი მაქვს. მეც. მართლა ტეო. მაგიდაზე. ყოველთვის ერთი თეფშით მეტი რატომ დევს? ჩვევა მაქვს. ხო, მაგრამ მგონია რომ აქ ვიღაც უნდა იჯდეს. ასეთი გზნობა მაქვს, თვითონ ეს ადგილი განსაკუთრებული ადამიანისთვისაა. სისულელეა არა? შენთვის ყველაფერი სისულელეა. პროკურატურა. ვინ არის? გამახსენდა. დღეს ხომ იურიდიული ფაკულტეტიდან სტაჟიორები უნდა მოსულიყვნენ. შენც ერთ-ერთი ხარ, ხომ ასეა? დიახ, მე ჰონჯუნჯე ვარ. თქვენი მოსწავლე. იცით რომ ონიშვილმა როგორც იქნა დაამთავრა კოლეჯი, რომელიც მიატოვა. ახლა პროკურატურაშია პრაქტიკაზე. ასეა, როგორც იქნა დაამთავრა. რა კარგი ამბავია. კიდევ ონიმ შექმნა ფონდი სახლიდან გაქცეული თინეიჯერებისთვის. მათ უკვე შეუძლიათ განათლების მიღება. შესანიშნავია. კი ასეა. 멀려. არაფერი განსაკუთრებული. 중학교 때 같이 ჩემი შვილიც ამ დროს გაიქცა სახლიდან. 일단 얘기 듣고 ამიტომ გადავწყვიტე მსგავსი ფონდი შემექმნა. 그 정도 지분이면 다음다발이 ხართ. 언니가 CEO 먹고도 남는 건데. 내가 არა, უბრალოდ ფული იქ დავაბანდე, სადაც საჭიროდ ვთვლიდი. 이 언니가 이렇게 როგორი კეთილი ხარ? 내가 이 언니를 보고 ამ ქალისგან ერთი რამ ვისწავლე. 있잖아. ცხოვრებაში წინასწარ არასდროს იცი რა გელოდება. 사람은 შეიძლება ადამიანები არ იცვლებიან, მაგრამ გარემოებები ყოველთვის იცვლება. ნამდვილად ასეა. 진짜 ონის წყალობით გავაკეთეთ საოცარი ინვესტიციები. 근데 투자도 할 수 있었고. კარგია რომ ერთმანეთს შევხვდით. 어딨어? 언니랑 나랑 შეიძლება წინა ცხოვრებაში დებიც კი ვიყავით. ასე არ ფიქრობთ? 친자매? 그런 거였을 듯? 언니 ყავადალიეთ და გისხავთ. 아니야. არა, მე თვითონ. 언니는 რა 진짜 სამბობთ? 왜 그래? ძველი ჩვევები დაივიწყეთ. 갖다 드려야지. დაბრძანდით. მე მოგიტანთ. 애플 მანგო და ვაშლიც ხომ არ მოგიტანოთ. კარგი იქნებოდა. კარგი, მოვალ. 자, 밥을 누가 먼저 먹으러 갈까? საჭმელად ხომ არ გავიდეთ? 먼저 드시고 რა სიტყვით? პრაქტიკანტო. წავიდეთ ვისადილოთ. 왜 მე 식사를 같이 안 하시고? მე რატომ? 실습생. იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროკურატურაში? ალბათ სამართლიანობის გრძნობა. 중요하지. დიახ, მაგრამ კიდევ არის რაღაც. 더 중요한 ჩვენ არასოდეს უნდა დავტოვოთ ოფისი. 절대 사무실을 비우지 않는다. რა? რატომ? 왜요? ადრე რაღაც მოხდა. ერთმა თაღლითმა გაგუყურდა. მართლა? როგორ? 그러니까 ერთხელ ყველა ერთად გავედით სასადილოდ. 먹으러 가서 그렇게 ეს ამბავი 3 წლის წინ მოხდა. 그게 한 3년쯤 됐나? 3 წელი გავიდა. ნამდვილად. 이 자식들이 ის იდიოტი ჩემს გამზე დაჯდა.
თავი პროკურორად გაესახა, შემდეგ კი ვიდეო ჩანაწერები წაშალა. რას მეუბნებით? 어우, დამბუძგლა. 소름 돋는 거 შეხედეთ. 아니 어떻게 ეს როგორ მოახერხეს? რამდენი შეშლილი დადის დედამიწაზე არა? 사이코들이 많네요. 내가 5 წუთით ადრე რომ მოვსულიყავი, აუცილებლად დავიჭერდი. გზაში შუქნიშანმა შეგვაყოვნა. 신호등이 고장나. შუქნიშანი იყო. საშინელება. თაღლითები ლიფტის შეკეთების მიზნით შემოიპარნენ პროკურატურაში. 그래. ხომ შეაკეთეს? კი, მაგრამ შენ საიდან იცი? 그런 일들이 ასე თაღლითებზე რაღაცები მეც მსმენია. 빈번히 일어나고 있다고 해서 მართლა? 그래. 아무튼 მოკლედ. ისედაც არ ვენდობოდი ამ ადამიანებს. იმ შემთხვევის შემდეგ კი ნდობა სულ გამიქრა. 못 믿게 됐잖아. ამ ქვეყნად ყველანაირ ადამიანს შეიძლება შეხვდე. 사람이 많다. 가자. წამოდი. 에이 იმ ნაძირალებს დავიჯერ. ჩემი ხელები ჩავიფრობ და მოგიყვანთ. გპირდებით. 잡겠습니다. თქვენს რომ ადამიანზე $5,000 გამოყოფილი. 검사님, პროკურორო, ეს ხომ შეუძლებელია. 이건 사기가 ასე მარტივად არასოდეს არაფერი ხდება ბიზნესში. 얼마든지 발생할 수 있는 일. პოლიციამ 그래서 ბრალეულობა მოუხსნა და ძებნაშიც აღარ იმყოფებიან. 근데 여기 მათი ურიდი მისამართად თქვენი სახლი სახელდება. 가정집이네요. რა? მართლა? 그게 계열사로 돼 있는 곳들 ხედავ რომ ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელო აქვთ. 신청하신 걸로 봐요. გადასახადებსაც კი ძლივს იხდიან. 상태도 부실하다는 건데. 예, ხომ გითხარით? 말씀드렸잖아요. ბიზნესი ჩაუვარდათ მეთქი. ეს თაღლითობა არ არის. 그리고 저희는 그 사람들한테 원금 ახლა 보증 უჭერთ. 얘기를 한 적이 없어요. 보상 საბუთებს გადავხედე და აშკარად ჩანს რომ მათ სრული ნდობა გამოუცხადეთ. 다 원금 보상 თუმცა რაღაც მიზეზების გამო გინდათ რომ სრული უფლება თქვენ ჩაიგდოთ ხელში საკონტროლო პაკეტზე. ფიქრობთ რომ დამატებითი გადასახადების გარეშე შემოიტანოთ საქონელი, ასეა? 물품 대금이랑 수당은 다 판매자가 컴 받아야 하세요. 되는 돈인데 이 둘 ახლა კი იმიტომ რომ აზარტულ თამაშებს თამაშობს. გინდათ უფლებები წაართოთ აქციათა პაკეტებზე. 이최 사장님 თლიანი ქსელი გინდათ ჩაიგდოთ ხელში. საქმე $10 მილიონ ეხება. 최근에 얼마 잃었는지를 좀 아는데 이건 피해액 500에 10명짜리 10 მილიონი დოლარი. 그 10명 ცდები? 또 그 10명에 10명 최소 3,000명이 მითხარით, ცდები? 100억대 이상의 사건이다. ხომ სიმართლეა? 너 მართლა გაქვს კავშირები? 사람 있는 거야? არა, 아니에요. უბრალოდ მსმენია ამ კომპანიაზე. 건데. ეჭვმეპარება. 그게 아니던데. 내일 뵙겠습니다. ხვალამდე. შეხვედრამდე. ეს ბიჭი ვინ არის? რატომ მოხვედი? 어때? არასოდეს რეკავს სულ დაკავებული ხარ. არ ჩემ მირეკავ ხოლმე. მომიყევი როგორ ხარ? რთულია სწავლა? 공부가 힘들죠. რა თქმა უნდა რთულია, შენ მარტივი გონია? 사는 줄 알아? მიხარია რომ სწორ გზას დაადექი. ერთი პერიოდი შემეშინდა, რადგან 소리하고 მოულოდნელად გაქრე. 감적하고. თანაც უკვალოდ. იშვიათი ადამიანი გაუმკლავდეს იმ ყველაფერს, რაც შენ გადაიტანე. ვიფიქრე რომ ჭკუიდან შეიშალე. 뭐 이제 სიმართლე გითხრა ეს პერიოდი არ მახსოვს. ცდილობ გავიხსენო, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ. ვერაფერი გავიხსენებ. ჩენანდუ რა საქმიანობს? გამარჯობა, მე თქვენ გასწავლით დისციპლინას. მე თქვენი ახალი პედაგოგი ვარ. მოგესალმებით. არის ზღვარი კანონის მორჩილებასა და მორჩილებას შორის. დროა ცხოვრებისეული სიბრძნე ვისწავლოთ. დღევანდელი თემაა დამოკიდებულება გადასახადებთან. ცოტა ამბიციური თემა. ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. დღეს სტუმრები ყავს გაყიდვების დეპარტამენტიდან. როგორც იცით, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთება დღეს აკრძალულია. ყველაფერი უნდა ჩაიწეროთ, რასაც გეტყვით. იცით სად? Google-ში. ბენჟამინ ფრანკლინმა თქვა, რომ არაფერია მუდმივი. სიკვდილისა და გადასახადების გარდა. ჩენანდუ ბენჟამენს ეტყოდა, კი, მართალი ხარ. სიკვდილს ვერ გავექცევით. რასაც გადასახადებზე ვერ ვიტყოდე. დაიმახსოვრეთ. რაც ვილაპარაკე. რა ხდება?
უჩემო დაიწყეთ. ერთი წვნიანი თუ შეიძლება. ხალხს ხომ არ ატყუებ ლექციების დროს. სულელი კი არვა. ზედმეტი პრობლემები მე აღარ მჭირდება. ახლა თაღლითობის მაგივრად ლექტორობით ვარ დაკავებული. სიმართლე გითხრა ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ჰონჯუნჯე პროკურატურაში დაიწყებდა მუშაობას, ვინ წარმოიდგენდა, რომ იურისპრუდენციას დაუბრუნდებოდა. ეს ჩემი დამსახურება. ჭკვიანი ადამიანები ერთმანეთისაკენ ილტვიან. ერთხელ ჰონჯუნჯე დაფიქრდა და მიხვდა, თუ ჩემნაირად იცხოვრებდა, ცხოვრებას ისწავლიდა. ხოლო თუ ჩენანდოს დაუჯერებდა, ცხოვრებას გაინადგურებდა. სწორედ მაშინ შეცვალა თავისი ცხოვრება რადიკალურად. ასე იყო. ასე არ არის. სიმართლე გითხარი, პროკურორობა რატომ გადაწყვიტე? ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. ამდენი პროფესიიდან პროკურორობა რატომ აირჩიე? მიზეზი გვაინტერესებს. ალბათ რაღაცა მიბიც გამისკენ. მაგრამ ზუსტად რამ არ მახსოვს. მოდი, დავლიოთ დეტექტივა. ხორცის ხომ არ შევუკვეთოთ? აუცილებლად. დღეს კარგად უნდა ვჭამოთ და დავლიოთ. თეო, ბნელი საქმეებიდან შენც ხომ წამოხვედი? რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე კითხვა? უთხარი რომ ახლა ნათელი ჰაკერი ხარ. აუხსენი რით ხარ დაკავებული? რა უნდა ამეხსნას? რას აკეთებს? მსხვილი კომპანიების დაცვის სისტემას ტეხავს. შემდეგ კი მათი რემონტისათვის ფულს იღებს. ხვდები? ვერაფერი გავიგე, მაგრამ მიცოდე. სისულელე აღარ გააკეთა. გორგი. ჩემი ტელეფონი სადავდე. ისე დაიწყე არა? შეგიძლია ამ ხრიკებს თავი დაანებო. შეამოწმე შენს ხომ არ დაკარგე რამე. ხო. აი ეს მესმის. ახალი ჰობი გაქვს? სანჯან მე ვარ. შენი ჯენჯო. რას აკეთებ? გვიანობამდე მუშაობ? სადმე ვიხარ? რა ხდება? არ წახვიდე? დღეს აქედან არავინ არ სადარწავა. არავინ. რატომ? ხვალდილა სამსახურში უნდა წავიდე. არა. არ წაწახო. დილამდე ვსვამთ. რა ჭერს ამ ბიჭს? გძინავს? ქმართან ერთად? გათხოვილი ხარ? მაპატია. რა დაემართა? არ ვიცი, რა ჭერს? მენატრება. ვინ? ძალიან მენატრება. ლოთია, რაღაც უაზრო ჩვევა აიკიდა დეტექტივა. არასოდეს უშვებს მათ, ვისაც წასვლა უნდა. რამდენჯერაც დათვრება აი ასე ექცევა. ახლა ტირის კიდეც. ხვალ რომ გაიღუძებს, არაფერი ამახსოვრება. მენატრება. ვინ გენატრება? ოდეს მე ამოღერღავ? სულ ვიღაც გენატრება, რატომ სვავ?
იმ შემთხვევის მერე უცნაური გახდა. ოთახში ჩაიკეტა და დიდი ხნის განმავლობაში გარეთ არ გამოდიოდა. შემდეგ კი ზღვის სანაპიროზე წავიდა მზის ამოსვლისას. მზის ჩასვლასაც უყურებდა ხოლმე. როდესაც ვეკითხებოდი ამას რატომ აკეთებდა, პასუხს ვერ მცემდა. სერიალს წარმოგიდგენთ აჭარა.com. გახმოვანებულია აჭარა.com-ის მიერ. პაკეტს აქ დავტოვებ. გამოძახებაზე აქ გამომიშვეს. 보셔도 됩니다. შემობრძანდით. 볼일 보세요. მობრძანდით. ასე მომწონს. მშვენიერია. 관광버스. ჩემი ავტობუსი. ნაგვის სუნია. ყველა ისევ ისეთია. თავს ისევ გრძნობ თითქოს სახლში ვარ. ეს შენობა უკვე ააშენეს? რა სწრაფად გადის დრო? ახლა მაღაზია მოვძებნოთ. 근데 금은방이 어딨더라? 많이 파세요. ნახვამდის. 너 어디서? საიდან ხარ? 누구세요? ვინ ხარ? 어느 바다? რომელი ზღვიდან ხარ? საიდან მიხვდი? 예. მიპასუხე შეკითხვაზე. 집에는 내가 있잖아. ჩეჯუდან ვარ. ჩეჯუსა და ოსვან ლუს შორის მდებარე ზღვიდან. 근데 왜? აქ რას აკეთებ? ხშია? შემობრძანდით. თუ ასე შეჭამ ხალხს იდიოტი ეგონები. ახლა შემომხედე. მიყურე და გაიმეორე.
ასეთი რამ რამდენჯერმე მინახავს. აქ რატომ ხარ? ერთი ადამიანი მომენატრა. ჩამოვედი. ერთ ბიჭს შევხვდი. მითხრა რომ სეულში ცხოვრობს. ამიტომ გადავწყვიტე აქ მოსულიყავი და მომეძებნა. გადავწყვიტე. იმ ბიჭმა დაგპატიჟა. გითხრა რომ მოყვარხარ. ცოლობა გთხოვა. ეს არ უთქვამს, მაგრამ საშინელება. ხმელეთზე რატომ გამოხვედი? თავის საფრთხეში იმიტომ ჩაიგდა რომ გეგმა გაქვს. თუ გეგმა არ გაქვს. როდესაც ქალთევზა ხმელეთზე გამოდის, მისი გული გაქვავებას იწყებს. რა? ასეა. შენი გული წყალში ძემს და არა ხმელეთზე. ერთადერთი გზა რომ ხმელეთზე იარსებო, სიყვარულია. იმ ბიჭს უნდა შეუყვარდე. რა სიტყვი? შეუყვარდები? მითხარი. როგორ ფიქრობ, შეძლებ თავი შეაყვარო? გონი კი, მაგრამ სარებში არ მპასუხობს. ვერ ვხვდები. გასაგებია. ახლა შევჭამ და წყალში დაბრუნდები. და თქვენ? შეგიყვარათ ბიჭმა? რა თქმა უნდა. ძალიან ლამაზი ბიჭი მყავს, რომელსაც მხოლოდ მე ვუყვარვარ. ამიტომ ჩემს გულს საფრთხე არ ემუქრება. წყალში რატომ დაბრუნდი? დამჭრეს და თავი შეუძლოდ ვიგრძენი. სულ ეს იყო. გესროლეს? ხო, სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ კლავენს ვიგანებს ერთი დაჭრით. ამის გახსენება არ მინდა. ამიტომ დავბრუნდი ზღვაში. მინდოდა ჭრილობა მომეშუშებინა. ამ საკითხზე დიდი ხანი ვმუშაობდი. რატომ გესროლეს? რატომ? ჩემი საყვარელი ბიჭი დავიცავე. სიკვდილს გადავარჩინე. და არაფერს ვნანობ. ახლა სად არის? იცის რომ დაბრუნდი. ცივა. მე ხარ. ვის ეძებთ? მე მინდა რაღაც მნიშვნელოვანი გითხრათ. წადი აქედან. ჯანდაბა. როგორ ცივა? ძალიან ცივა. რა ხდება? ვერ გავიგე, ვის ეძებთ? გაზეთებს ხედით? არა, ჰონჯუნჯე სახლშია. დაივიწყე. რა? დაივიწყე, არ ვიცი როგორ მოაგენი, მაგრამ ჯუნჯემ მოგატყუა. რა? შენთან ერთად იყო ზღვაზე 1 იანვარს. როდესაც დაბრუნდა ხალხთან ურთიერთობა შეწყვეტა გარკვეული პერიოდით. შეიძლება გარეგნულად არ ეტყობა, მაგრამ ასეთი არ არის. მოკლედ ჯობს დაივიწყო. სახეზე მეცნობი. მგონია რომ ჩემი პატარა და ხარ და ამიტომ მოგეცი ასეთი რჩევა. კარგად. ვიხართ? დედა. დედა ეს გოგონა ჯუნჯეს ეძებს, მე კი რჩევა მივეცი რომ წავიდეს. ჯუნჯეს სტუმარს ასე უხეშად რატომ ემყრობი? შემობრძანდით. შეიძლება აბაზანაში შევიდე.
აბაზანა 화장실은 რა კომფორტულადაა ამ სახლში, თითქოს მისი იყოს. ეს არ მომწონს. 그러네요. ფოასეა. ალბათ აქ მოიყვანა, როდესაც ჩვენ სახლში არ ვიყავით. გარყვნილი ბიჭი. 그만 자식. ვინ? არ ვიცი, მაგრამ ლამაზი გოგოა. გრძელი შავით მაქვს. გელოდება და სახელიც კი არ ვიცი მისი. გინდა რამე გადავწე. 야, 너 뭐 사고 치고 그런 거 아니야? რამე უთხრა? კარგი. 그래. დროებით. 와라. კარგი. რა ქვია? ჩონი, შემჩონი. გეყოფა ხუმრობა. არ ვხუმრობ. ასე დამარქვეს. ალბათ შენს მშობლებს ღაპრები უყვარდათ. საიდან ხარ? ძალიან შორიდან. 나도 모르고 მე ჩორიდან ვარ. 남양주잖아. ფამენჯუშიდან. 그러니까. ხო? შენ საიდან იცი? 어? ეს რა არის? ნამდვილია? ნამდვილი ნეფრიტია? რა გაცინებს? 사람 მივხვდი რომ ხალხი არ იცვლება 그게 და გამეცინა. 와. 자샤. სია, 어머니 저 დედიკო, მოვედი. 누구? შენ ვინ ხარ? 아, ჩვენი 아이, 뭐, სტუმარია. 뭐 방문하신 분이야? სტუმარი? ჯერ არ მოსულა. არა. 야, 근데 너 이거 ანუ თუ მართლა აპირებ ხელისთხოვნას. 프로포즈를 해야 되겠어? მერე რა? ახლა ეს მოდაშია. მართალი ხარ. ბიჭები ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას. მართალი ხარ. ეს გოგო აქ რჩება? რა? არ შეიძლება ველაპარაკო. თხოვდები? კი. რა მოხდა? 누구랑요? ვის მიყვები ცოლად? 이 집에 사는 ამ სახლის 이 집에 მაცხოვრებელს. 남자가 세 აქ 삼ი კაცი ცხოვრობს. რომელს? 이 집에 남자 საიდან იცი რომ სამნი ვართ ჯუნჯემ გითხრა? 누구랑 결혼? ვის მიყვები ცოლად სია? 내 이름 ჩემი სახელი საიდან იცი? 나내 소개 მე არაფერი მithქვამს. 혹시 ცოლად ჰონჯუნჯეს მიყვები? დავუშვათ კი? ჯუნჯეს ფანია? გონი კი. დაევიწყე. მაინც ვერ შეძლებ თავი შეაყარო. მას უკვე ყავს გოგო, რომელსაც ვერაფრით ივიწყებს. დამიჯერე შანსი არ გაქვს. ადამიანი, ვისაც ცოლად მიყვები. ის ადამიანი, ვისაც ცოლად უნდა გავყვე, თუ ჰონჯუნჯი არ არის, არ მაინტერესებს. ძალიან მეცნობა. მისმინე. 그래서 თუ კაც დაელოდები, როდის გთხოვს ხელს, შეიძლება სამუდამოდ გაუთხოვარი დარჩე. 분명히 준비하고 있어. ასეა. ჯუნჯე, სტუმარია შენთან. ვინ ხარ? უფრო ლამაზი ხარ ჰონჯუნჯე. მიხარია რომ კარგად ხარ. ვინ ხარ მეთქი? მე 난 მე 네가 ის ვარ ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს 길게 და გენატრება. 살았던 사람. რატომ არაფერს ამბობს? შეიძლება ჯუნჯე ვერ იხსენებს. საწყალი გოგო. აქ რატომ მოხვედით? მე 나 이제 მე 괜찮다고. უბრალოდ 건강하고 მინდოდა მეთქვა რომ კარგად ვარ 그래서 და ძალიან მენატრები. თქვენ მე მიცნობთ?
კი. მე ყველაზე კარგად გიცნობ. 아니요. არა, 그냥 საქმე იმაში არაა, როგორ გიცნობთ. 잘 아는 건 아니고 უბრალოდ რამდენჯერმე ერთმანეთს შევხვდით. 그냥 არც კი 예전에 ვიცი გახსოვართ თუ არა ბატონო ჰონჯუნჯე. 아주 잠깐 არც კი ვიცი გახსოვართ თუ არა. 허준재 씨는 기억할지 모르겠지만 그래. ვერ გიხსენებთ. 그런데 აქ რის სათქმელად მოხვედით? 오신 겁니까? მიყვარხარ. 아니 არაფრის. უბრალოდ მიყვარხარ. სათქმელი არაფერი მაქვს. 잘 მიხარია რომ კარგად ხართ. 그게 좋네요. 사랑해요. ჩემთვის ესეც საკმარისია. მიყვარხარ. გასაგებია. მაპატიოთ, მაგრამ მალე შეხვედრა მაქვს. სახლში 2 წუთი შემოვირბინე და უნდა წავიდე. 다시 나가봐야 될 것 같은데. 네. დიახ. არ წახვიდე ჯუნჯე. დღეს ტეოს ხელი უნდა ვთხოვო. სად მიდიხარ? 어디 가려고? დარჩი. 미안. მაპატია, მაგრამ მეჩქარება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ჯუნჯე, სტუმარს მარტო ტოვებ. უკაცრავად, ნახვამდის. 모두들 안녕히 계세요. სად წავიდა? 나가는데 어디 간 거야? 새로운 세상 문이 열려 있죠. 그대 안에 있네요. 한 걸음 넘어 눈이 부시게 펼쳐진 세상이 날 반기죠. 여기 잠깐만. აქ და მელოდე და არ წახვიდე. ჰონჯუნჯე. მალე მოდი. 넌 지금 ბედნიერი ჩახარ. 좋아 보이는데 ალბათ არ უნდა დაუბრუნებულიყავი. 왜? ეს გინდოდა? 또 돌아가게? 내 곁으로 다가와 손잡아 줄래요. 사랑할게요. 이 세상이 변해도 I owe you, I miss you, I need you, I love you. გინდოდა აქედან ისე წასულიყავი, რომ მეც დამვიწყებოდი. 세상에서 მახსოვრობა რატომ წამიშალე? 그래서 ხომ გთხოვე ეს არ გაგეკეთებინა? ხომ გთხოვე არა? შენ კი მაინც წამიშალე. ყველაფერი გახსოვს? რა თქმა უნდა. ამ სამყაროში მხოლოდ მე მახსოვხარ. მე როგორ? სულელო. რამდენჯერაც არ უნდა გააკეთო ეს. მაინც არ დაგევიწყებ. შეუძლებელია. როგორ გახსოვარ? 네가 놓친 게 있다. რაღაც დაგავიწყდა.
ადგილები, სადაც დავდიოდით, საჭმელს, რომელსაც ერთად ვამზადებდით, სიტყვები, რომელსაც მეუბნებოდი. შენი სილამაზე და შენი ღიმილი. შესაძლოა წაშალო ჩემი მეხსიერებიდან, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გააკრავ. ჩემმა გულმა დაგიმახსოვრა და შენი სახელი სწორედ იქ არის ამოტვიფრული. ამიტომ ვერ გააკეთე ის, რაც გინდოდა. ამიტომ მახსოვხარ დღემდე. არ მინდოდა ოდესმე დამვიწყებოდი. ამის მეშინოდა კიდეც. ამიტომ შენი წასვლის შემდეგ ყოველ დღე გიხსენებდი. ყველაფერს ვიწერდი. იმ შემთხვევისთვის თუ ოდესმე რაღაცეები დამავიწყდებოდა. მინდოდა ჩემს ჩანაწერებში ყოფილიყავი და იქ მეპოვნე. შენი წასვლის შემდეგ დიდი ხანი დამჭირდა მუშაობა, რომ შენი სურვილის მიუხედავად ჩემს გონებაში დამეტოვებინე. 찾을 수 있게. 시작된 건지도 몰라 널 알기 전 저 하늘도 늘 이렇게 눈부셨던 걸까 만에 하나 우리 사랑이 된다면 დავდიოდი იმ ოკეანის სანაპიროზე, სადაც შენი პოვნის იმედი მქონდა. 난 용케 붙드는 데 ეს სახლი ოკეანესგან შორსაა. 난 너와 보고 또 너와 듣고 너와 숨 쉬는 모든 게 버릴 거 없이 행복해서 네 옆에 멈추고 싶어 네가 있을 만한 მინდა რომ პირდაპირ კავშირში იყო. 흐릿했던 내 모든 게 기억나질 않나 ეს ზედმეტად პატარა. ეს ტერიტორია ძალიან დასახლებულია. 이어져 있으면 좋겠다. აქი ბევრი გზა გადის. 집이 너무 큰. ზედმეტად დიდია. ეს კი ძალიან პატარა. 주변에 ეს დასახლებული ტერიტორია. 아 여기 인적이 드물어서. ბევრი გზა. 그 바다 곁에 ერთი წელიწადი დავხარჯე სახლის ასაშენებლად, სადაც ერთად ცხოვრება შევძლებდით. ვინ? არ ვიცი, ერთი ლამაზი გოგო გელოდება. გრძელი შავი თმით, დარწმუნებული ვარ მოგეწონება. მისი სახელიც არ ვიცი, რომ რამე გადავწე. რამე უთხრა? მალე მოდი სახლში. 그렇게 고생시키더니 드디어 ბოლო 3 წელი 지났고 იმ დღეზე ოცნებაში გავატარე, რომელიც არც კი ვიცოდი დადგებოდა თუ არა.
ჯუნჯი, შენთან სტუმარია. 널 위해 쓸 거야 마지막 순간까지 다 너에게 ეს რატომ გააკეთე? 난 ხომ შეიძლებოდა არ დაბრუნებულიყავი. 그러려면 მაშინ რას იზამდი? 그럼 평생 ერთადერთი ვიქნებოდი, ვისაც ემახსოვრებოდი ამ სამყაროში. მხოლოდ მე მეყვარებოდი. ყველაფერი ისე ვისია, როგორც ადრე. 전세 이세비스야. 비슷했을 텐데. კი, 지났지. ეს ოთახი თავის პატრონს ელოდებოდა. პატრონს. 사버렸지 여기. მადლობა რომ დამელოდე. მადლობა რომ არ დანემდი. და ჩემთან დაბრუნდი. კარგი გოგო ხარ. ისევ გინდა მახსოვრობა წამიშალა. ეს 100-ჯერ მაინც რომ გააკეთო, მაინც არ დამავიწყდები. მაგრამ იგივეს გადატანა ნამდვილად არ მინდა. კარგი, 안 해. საერთოდ არაფერს ვაკეთებ. 아니야. კარგი, დავიწყე. 내가 იგივეს როგორმე კიდევ ერთხელ გადავიტან. 이번 건 지워줘도 될 것 같아. 왜? რა? მოდი ჩემთან. ღმერთო ჩემო. რას ეძებთ? 이쪽은 აქ კარგი ტანსაცმელია. 저쪽은 კარგი ფეხსაცმელი იგით არის. 잘하시네. იგით. შენ ისედაც კარგად გამოიყურები. აქ რატომ მოხვედი? შენ სანახავად. 너 ჩემ სანახავად? ხო. 나? მომენატრე. 보고 싶었거든. მე არა. 난 그쪽이 პირველად 보고 ხედავ. 싶지는 않았는데. საერთოდ ვინ ხარ? 우리가 지금 초면이니까. 초면이 პირველად ვხედავ. რა იცი? ცხოვრება იდუმალია. თუ ორ ადამიანს საერთო ინტერესები აქვთ, მათი გზები გადაიკვეთება. 나 მართალი ხარ. არ შემიძლია არ დაგეთანხმო. 나랑 철학이 맞는 ასე, 아기. 우리 앞으로 მოდი მეგობრები ვიყოთ. კარგი. იცი მე აქ 알아. ორ შაბათს, ოთხ შაბათს და პარასკევს მოდიხარ ხოლმე. შენ რა მანიაკი ხარ? 내 뒤밟아? მითხარი. 아니야. არა, შეყვარებული მყავს. 연애하는구나. ეს სიყვარული. 어떤 단계? იცოდე 삼ი ეტაპი არსებობს. 러브에는 3단계. რომანტიკული სიყვარული, ვნებიანი სიყვარული და ბინძური. შენ საიდან? რომანტიკის ეტაპი გავიარე. ახლა ვნებიანი სიყვარული მაქვს. 되는 것 같아. მაგრამ ბინძური სიყვარულის ეტაპზეც მალე გადავა. 그럴 만한 남자라고 할 수 있지. 아니 우리 ჩვენ რა? მონათესავე სულები ვართ? 우리 느낌 რამდენი საერთო გქონია? 자주 봐요. ხშირად შემხვდით ხოლმე. საყვარელო. გეყოფა ამდენი კითხვა. რას აკეთებ? ხომ იცი რომ გამოცდა მაქვს. 아 그럼 ხო და წადი და საწოლში წაიკითხე. მე რამდენი ღამე უნდა გაათენო? მარტო ყველაფერი მარტივად გამომდის. შენ მაბნევ. 없거든. კარგი რა. 뭐가 문제야? 어?
이렇게 좋은 날 둘이 걸으니 내 가슴은 미친 듯 뛰는데 넌 자꾸만 이상한 소리만 어린애처럼 엉뚱한 질문만 온 세상 사람 다 아는 내 맘을 답답하게 왜 모르는데 널 사랑하고 있어 바보야 널 기다리고 있단 말이야 허준재 씨 ბატონო ჰონჯუნჯე 토론 기록 검토 პრაქტიკა წარმატებით გაიარეთ და გამოცდაშიც უმაღლესი ქულა აიღეთ. თქვენ რას გვეტყვით, კმაყოფილი ხართ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით? რისი თქმა შეგიძლიათ? დიახ. ჩემი ოცნებაა, რომ რეგიონალური განყოფილების პროკურორი გავხდე. 경치 좋은 ეს ოფელი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. 더 좋고 რამდენიმე წლის წინ სახლი ვიყიდე იქ. თუ შევძლებ ამ ტერიტორიაზე განვითარდე პროფესიულად, 그쪽에서 ეს ნამდვილად იქნება ჩემი ოცნების დასრულება. 것 같습니다. 널 사랑한단 말야 바보야 So beautiful girl 날 보며 활짝 웃었어 웃는 널 보며 따라 웃었어 있잖아 바보야 너도 나처럼 그랬니 심장이 차갑게 날걸 가슴이 자꾸만 계속 너에게 하는 말 널 사랑해 사랑해 넌 내 여자야 როგორც იქნა ჩვენი ოცნება ასრულდა. 얻다. პატარა სოფელში, სადაც ფაქტობრივად არავინ ცხოვრობს. 별일도 საინტერესო არაფერი ხდება და ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ. 아주 시시하게 살고 있다. ზედმეტად ბევრი საჭმელი ხომ არ ვიყიდეთ. 이게 지금 내가 გონია ყველაფერს მე შევჭამ. აბა მე შეჭამს. 미안해. მაპატია, კარგი. 자기가 დამავიწყდა რომ ადრე გამხდარი იყავი. 까먹는다. შეგიძლია რაც გინდა ისჭამო. ყველაფერი შენთვისაა. 개좋아. ძალიან კარგი. 아, 공무원에서 თუ ჩვენი შვილი ჩენ და გემსგავსება, 식비가 ჩემი ხელფასი მხოლოდ თქვენ საჭმელში დაიხარჯება. არი დარდო. 내가 იმდენს ვიტირებ, სანამ ცრემლი არ გამიშრება. 정을 다해서 설제 울어볼게. ძალიან კარგი. თორემ ბოლო დროს საერთოდ აღარ დირი. 걱정하지 마. ამაზე არი დარდო. 아주 სიცილი და ტირილი წვრილმანებზე. 울고 სიხარული და მწუხარება. ერთად ცხოვრება ყოველი დღის, 하면서 ყოველი წუთის. ტელევიზორის ერთად ყურება მყუდრო გარემოში. 흘러가는 모습을 სწორედ ესაა ბედნიერება. ჩემი სიყვარული, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი, ჩემთან დაბრუნდა. 마침내 내 곁에 와준 사랑을 ჩემი ლამაზი და იდუმალი სიყვარული. 아득하게 შენც დაიმახსოვრე ჩვენი ლამაზი ლეგენდა. 비밀스러워 우리의 전설을 დაიმახსოვრე. 추억하면서 სერიალს ახმოვანებდნენ მსახიობები თეონა ხვედელიძე და იურა ჩიტაშვილი. ხმის რეჟისორი ნათია მიქაძე. თარგმნელი მეგი ავალიშვილი. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.